ერთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება იყო გაგრა დავკარგეთ და ბოლოს სოხუმის დაცემის წინა დღეს შევარნაძემ გამოაცხადა სასწავლო წელი დაწყებულად. სულისკვეთება, საბრძოლო სულისკვეთება იმდენად მაღალი იყო, რომ ბევრ თვისებას დათმობდნენ იმისთვის, რომ მოგვიანებით ომში წასულიყვნენ და საქართველოსთვის ებრძოლათ. საქართველოში მაშინ სამხედრო ფორმირების შეიძლება არ წაიგო ისო, რომ არ ჩართულიყო რუსეთი, რა თქმა უნდა. შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ, როდესაც ჩვენი თავდაცვის ძალების შეიარაღებაში ისე მოხდა, რომ ყველაზე ცნობილი იარაღი ლაგატკა იყო. მე შეიარაღებულ ძალებთან წასული ვიყავი, გარკვეული თანხმობის გამო მაშინდელ მინისტრ ოქროაშვილთან და შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილთან. რა ხდებოდა უშუალოდ 2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული? ომი დაწყებული გვაქვს რუსებთან 92 წლიდან. როდის არ უომიათ რუსებს ჩვენთან. უბრალოდ გაიხსნა იმათი მხრიდან ცეცხლი თუ ამას რამე საყოფაცხოვრებო ტიპის კონფლიქტი ხო არ უძღოდა წინ? 4 თუ 6 ქვემე ხისროდა იმას ხოდა სოფლის მიმართულებით. თუ ცეცხლსვანად ვერ ახშობდა ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ ხდებიან. თუ რუსეთს უნდა ომის დაწყება, მიზეზის მოძიება მას არ ჭირდება. რუსები როგორც მახსოვს მე აცხადებდნენ რომ ჩვენ არაფერს შუაში არ ვართო. ვერც ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ამათო. ნებისმიერი დიპლომატია შეიარაღებული ძალების გარეშე არის არაფერი. ჯარისკაცის ყურს როგორ ხდება ეს აბაუმი გინდათ რიტორიკა? რუსეთი არის ოკუპანტი და შენი მოწინააღმდეგე, სამხედრო პოლიტიკური მოწინააღმდეგე და ქართველი მებრძოლები იბრძოდნენ თავიანთი მიწისთვის. მოგესალმებით მის მინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელის კამი. ტრადიციულად არის ხოლმე გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად, მაგრამ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ გიორგი ახობაძე რამდენიმე გადაცემის განმავლობაში არ არის ჩვენთან ერთად, იქიდან გამომდინარე, რომ Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო სასჯელს იხდის იზოლატორში. და სავარაუდოდ უკვე ახალი სეზონიდან სექტემბრიდან დაგვიბრუნდება ეს სამწუხარო რეალობა გვაქვს, თუმცა რას ვიზავთ, არა უშავს. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს. დღეს ჩვენი სტუმარი არის გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი და დღეს უკვე პოლიტიკური მოძრაობა ჯერ საქართველოს წევრი, ბატონი ვახტანგ კაპანაძე. ბრეგალია ხო სწორად? სწორად, მოგესალმებით. ხო, დღეს პირველად არის ამ სფეროს წარმომადგენელი, მოკლედ ჩვენს გადაცემაში, ძირითადად პოლიტიკოსები და უფრო სოციალური მიმართულების ადამიანები ყავს ხოლმე ამ სფეროდან, მოკლედ ხელოვანებიც შეიძლება ყოლია და აგვისტოს თვე ზოგადად ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესო და მტკივნეულიც არის ალბათ საქართველოსთვის. იქიდან გამომდინარე რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში და მინდა ამ თემაზე უფრო ვრცლად ვილაპარაკოთ თქვენთან. მაგრამ სანამ აქამდე გადავალთ, ზოგადად მინდა მოდი ასე ვთქვათ, შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ, როდესაც ჩვენი თავდაცვის ძალების შეიარაღებაში ისე მოხდა, რომ ყველაზე ცნობილი იარაღი ლაგატკა იყო. ამის შემდეგ, მოკლედ, როგორ განიცადა მოდერნიზება ქართულმა შეიარაღებულ ძალებმა და მინდა მოვიდეთ მათ შორის დღევანდელობამდე. და შუაში ყველაზე ვრცლად მინდა ვისაუბროთ ამ უმძიმეს სამხედრო კონფლიქტზე, რომელიც 21 საუკუნის საქართველოში მოხდა. დავიწყოთ ალბათ 2004 წლიდან, როდესაც თქვენ რამდენიმე თვის განმავლობაში გენშტაბისშიც მსახურობდით, ასე ვთქვათ, უფრო ხელმძღვანელი იყავით, უფრო სწორად. შემდეგ უკვე უშუალოდ ომის დროს, მე თუ სწორად მოვიძიე საჯარო წყაროებიდან თქვენი შესახებ ინფორმაცია იყავით დესპანი, პოლონეთში. და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე 2017-20 წლებში ასევე საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი იყავით ნატოსა და ევროკავშირში. ანუ ფაქტობრივად მთელი ამ მე-20 საუკუნის 25 წლიან პერიოდში თუ 20 წლიან პერიოდში ქართულ თავდაცვის ძალებში და ჯარში რა ხდებოდა, გააქვთ ინფორმაცია ზოგი პირადი წყაროებიდან, ზოგი კონტაქტებით. დავიწყოთ 2004 წლიდან. მოდი, რა რეალობა დახვდა მაშინ, დაგხვდათ, ასე ვთქვათ, ქართულ ჯარში და როგორ წავიდა ეს შენების პროცესი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ბჭყალებში ჩემი მეგობარ ტროლბოტებს მინდა შევახსენო, რა თქვენ თქვით გავიმეორო, რომ 2008 წელს რომ აღარ იყო შემდეგ ის შერას აკეთებდი და შერატო თვამდენიც იქ რატო არ იღებდი მონაწილეობას, მე შეიარაღებულ ძალებთან წასული ვიყავი,
გარკვეული თანხმობის გამო მაშინდელ მინისტრ ოქრუაშვილთან და შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილთან. და ამდენად მე ვიყავი, როგორც თქვენ ბრძანეთ, დესპანი პოლონეთში. როდესაც დაიწყო ეს საომარი მოქმედებები, მე დაუკავშირდი იმ წუთშივე ბათუ ქუთელია იყო მაშინ, კარგად მახსოვს დაუკავშირდი. ასევე დაუკავშირდი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვითხოვე რომ რაღაც ქაღალდი გამომიგზავნოთ, რომ დავტოვო და წამოვიდე. იმიტომ რომ მაინც თანამდებობაა და ესე წამოსვლა არ შეიძლებოდა. მითხრეს რომ ისეთი ქაოსია რომ ჯობია შენ ძალებით ჩამოხვიდე ჩვენთან, ჩვენ ამდენ მოაღწიო. მაშინ ფრენები არ იყო აზერბაიჯანის გავლით, ჯერ აზერბაიჯანს ჩავფრინდი, მე იქ 9 საათი შემოვლითი გზებით რაღაც შემოვაღწია საქართველოს, მაგრამ დასრულებული იყო საომარი მოქმედებები ფაქტიურად. ეს იმათვის რომ კითხვა აღარ დაისვას რომ შენ სად იყავი, აი იქ ვიყავი. როგორც წესი ვერიდები ხოლმე 2008 წელზე საუბარს, ვინაიდან არ მიყვარს სხვის ომში ბრძენიას პოზიციიდან ვარჩიო, მაგრამ სამაგეროდ შედარებით მიუკერძობილი შეფასების საშუალება გაქვთ, რადგან გვერდიდან დანახვის, დადებითი ის არის, რომ გვერდიდან დანახვის შესაძლებლობა გამოჩნია და როდესაც 2012-ში მოვედი ისე დავბრუნდი ისე გენერალურ შტაბში, მას შევქმნი კომისია, ეგრეთ წოდებული ლესელნონ, ანუ ომის გაკვეთილების შესწავლელი კომისია, რომელმაც მხოლოდ ძალიან კარგად მახსოვს 1200-ზე მეტი მხოლოდ პირადი ინტერვიუ ჩაატარა. ერთი მაგდენი ალბათ წერილობითი ის იყო, დოკუმენტი დაიდო დოკუმენტი, იქ არ იყო აბსოლუტურად გამორიცხული იყო პოლიტიკური, ხოშობცდელობა იყო პოლიტიკური ნაწილი, მხოლოდ სამხედრო ოპერატიული გაკვეთილებზე იყო საუბარი, რა იყო დადებითი, რა იყო უარყოფითი. და ეს დოკუმენტი არის, უბრალოდ დადევს სრულიად საიდუმლო გრიფი და შესაბამისად მიწოდებულია ზემდგომ ორგანოებს, მაშინ პრეზიდენტი იყო და უშიშროების საბჭო. ახლა არ ვიცი იმ დოკუმენტის ბედი. ახლა თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ 2004 წლიდან რომ 2004 წლიდან ხო 2004 წლამდე მოდით ისე მოვყვებ მაინც შევარნაძე ახსენეთ. ეს მართლა ეს პერიპეტიები ყველა გავლილი მაქვს ფაქტიურად 90-დან მოხალისედან დაწყებული. მანამდე საბჭოთა ჯარში რეზერვის კაპიტნამდე ვარ ისეთ მიღწეული. და იქიდან ყველა ეს ისტორია ფაქტურად გავლილი მაქვს. იყო როდესაც პერიოდი, როდესაც ჯარი არ იყო, საერთოდ შეღებულ ძალები არ იყო. იყო გარკვეული ფორმირებები, შეიძლება ითქვას პარამილიტარისტული ფორმირებები. შემდეგ სამოქალაქო ომი, უბრალოდ სამოქალაქო ომი, შემდეგ სამშიც არ მიმიღია მონაწილეობა, მაშინ წითელი ჯვრის დასრულებთან ერთად წითელი ჯვრის ორგანიზაციაში ვიყავ, სანთელი იყო ასეთი ორგანიზაცია, დაჭრილები გამოყავდა ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან და ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ქართველების ომში არ მიმიღია მონაწილეობა. შემდეგ იყო აფხაზეთი, ჯერ იყო სამაჩაბლო, იქ იყო მოხალისეთა აღმაშენებლის მოხალისეთა ბატალიონი ერქვა, მაგრამ ესე რაზმი შეიძლება ეწოდოს. ეს პლეხანოველების შემადგენლობის მაშინ ესე იყო რაღაც უბნების მიხედვით შექმნილი დანაყოფი, მის შემადგენლობაში ვიყავ სამაჩაბლოში და შემდეგ უკვე დაიწყო და მიყვა ეს. იყო სამხედრო პროფესიული მოღვაწეობა. დავიწყოთ იქიდან, რომ აი აფხაზეთში იყო იქ არ იყო იქაც შეიარაღებული ძალებზე ძალიან რთული სათქმელი არ იყო რაღაც ჩამოყალიბებული შეიარაღებული ძალები, იყო ცდელობა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების ძალიან რთულია ზოგადად, როდესაც ესეთი აქტიური ქმედებებია, საომარი ქმედებებია, ეგ რეფორმები აწარმოა, იქ რეორგანიზაციები აწარმოა, სტრუქტურიზაცია აწარმოა და ასე შემდეგ. მაშინ იყო ძალიან ბევრი კერძო დაჯგუფება, მხედრიონის გარდა, ძირითადად მოხალისეები იყვნენ, იქ ძირითადად მოხალისეები იყვნენ. და სხვადასხვა იყო მოხალისეები, რომელიც არც ხელფასს იღებდნენ, არც ძალიან ბევრი კონტრაქტიც არ ქონდა გაფორმებული, ძალიან ბევრი ვეტერანი დღეს ვერ ადასტურებს თავის მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, იმიტომ რომ შესაბამისი დოკუმენტაცია არ არსებობს. რომელი დოკუმენტაციაზე ვიმფიქრობდა, გულანთებული ხალხი მიდიოდა პირდაპირ ბრძოლაში, ხო?
ამას ქონდა თავისი, რა თქმა უნდა, უარყოფითი მხარეც, ვინაიდან მოუმზადებს ძალიან ბევრი მოუმზადებელი და ორგანიზებულობაც ეხლა მაგალითად იგივეს ხო, ცხონებული ლევანი აბაშიძე ხო, მსახიობი ხო, ეს მას გული ერჩოდა და წავიდა სამშობლოს დასაცავად, ეს მისი ბრალი არ იყო, მისი დაუპის ბრალი არის იმისი, ვინც ის წაიყვანა. ეს მის პასუხისგებლობა უბრალოდ ვინაიდან მოუმზადებელი სამხედროს წაყვანა არ შეიძლება. მოუმზადებელი სამხედრო უფრო მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე შეიძლება შედეგს. თუნდაც დაჭრილი, თუნდაც დაღუპული, მისი ევაკუაციისთვის კიდევ დანარჩენი შეიძლება დაეღუპო და ვერც ამოცანას ასრულებ. და შესაბამისად ზიანდება ზოგადად დანაყოფიც და ამოცანაც. ამდენად ჯობია რომ მომზადებული დაიკარგოს რაღაც გარკვეული დრო, მაგრამ მოამზადო და წაიყვანო. იმ პერიოდში ვიყავი ავღანთა ბატალიონში შტაბის უფროსი, შემდეგ ვიყავი აფხაზეთის ომის ვიყავი მე-7 საპატრულო ბატალიონის მეთაური, რომელიც გადაიყვანეს და შეუერთეს სამხედრო პოლიციას და ბოლოს ვიყავი რუსთავის სპეციალური დაზვერვის ბატალიონის მეთაური სოხუმის დაცემის დღეებში. მაშინ უკვე ეს ექვემდებარებოდა დაზვერვის მთავარ სამმართველოს. აი წარმოედგინეთ რა როცა ვიყავი ავღანთა ბატალიონში ძირითადად მოხალისეები ძირითადად აი აქედან აი მართლა დაძახებაზე ქუჩიდან მოსული მოხალისეები ყავდა მაგრამ შევძელით რომ მაშინ ავღანელთა საზოგადოება ავღანეთის ვეტერანთა ორგანიზაცია ძალიან დაგვეხმარა და იაღლუჯაზე მაშინდელი იაღლუჯაზე ჩავატარეთ წვრთნები თვეზე მეტი იყო წვრთნები ჩავატარეთ და ამის შემდეგ გავიყვანეთ საომრად ეს ბიჭები. აი წარმოიდგინეთ დისციპლინას ვიჭერდით, აი როგორც მეთაური. იმით რომ ვეუბნებოდი რა ახლა შენ თუ ამას არ გააკეთებ, შენ თუ ეწესიერად იმას არ შეასრულებ, დისციპლინას არ დაემორჩილებ, წახვალ სახლში. შენ ომში აღარ წამოხვალ. ამის ეშინოდათ ყველაზე და ამაზე ეს ხო ყველაზე დიდი სასჯელი. და აი ამის შიშით ხო ჯიბეში ხელჩაწყობის სამხედრო ფორმაში ჯიბეში ხელჩაწყობისთვის უშვებდი სახლში. და აი ესე მეჭირა თან იყვნენ არქიტექტორები მაშინ წლოვანები ჩემხელა ზოგიერთ ჩემზე დიდი ბევრი ჩემზე დიდიც იყო ხო ავღანეთ გამოვლილი ვეტერანი და რაღაცა რომელიც ხო კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმდენად ის იყო ბრძოლის სულისკვეთება საბრძოლო სულისკვეთება იმდენად მაღალი იყო რომ აი ყველა არ დათმობდნენ აი ბევრ რაღაცას ბევრ თვისებას დათმობდნენ იმისთვის რომ ოღონდ ომში წასულიყვნენ და საქართველოსთვის ებრძოლათ. ეხლა რა თქმა უნდა იქ ეხლა ჩამოყვეთ იქ შეცდომები და უმართავობა და ასე შემდეგ რეალობა იყო შემდეგი ეს ძალიან ზოგადად რო ვთქვა რომ წარმოედგინეთ რომ იყო იმ პერიოდში ჩამოყალიბდა მაშინ კამკამიძე დაბრუნდა რომელმაც შემოიტანა რაღაც გარკვეული საშტაბო კულტურა და შტაბის მუშაობა ფუნქციონირება მისცა და დატვირთვა მისცა იყო მაღალი ოფიცერთა მაღალი წოდების შემადგენლობა კარგი და გვაკლდა საშუალო და დაბალი ოფიცერთა შემადგენლობა პროფესიონალი. შეიარაღებას უნდა ვახსენოთ ალბათ ამ ადამიანურ რესურსთან ერთად, იმიტომ რომ ხომ ხუმრობით ნახევრად ხუმრობით თქვი ეს ცნობილი ფრაზა თევზაძის რომელიც ცოტა მერე თქვა, მაგრამ ანუ სავარაუდოდ მაშინ კიდევ უფრო პრობლემა იქნებოდა, ხო, შეიარაღების საკითხი. რა თქმა უნდა პრობლემა იყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დივიზია გადმოგვეცა, ახალციხის დივიზია გადმოგვეცა და მაშინ ტანკები და ესაც მიიღო ქართულმა შეღებძალებმა. აქ იყო ჩვენი ჩრდილოელი დიდი ძმის დიდი დამსახურება, რომ ჩვენ ვიღებდით, ვთქვათ, გადმოგვეცა T-55 ძველი ტანკები, ან რომელიღაცა თქვათ იგივე თუნდაც T-72-ის საკმაოდ რესურს გასული ტანკი, სამაგიეროდ აფხაზებმა მიიღეს უახლესი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. ანუ იქ იყო ძალიან აი და მიუხედავად ამისა, ხო, საქართველოს მაშინ სამხედრო ფორმირებს შეიძლება არ წაიყვეს რომ არ ჩართულიყო რუსეთი, რა თქმა უნდა. ეს პერიოდია გაგახსენებთ, როდესაც გერმანიდან საბჭოთა ჯარები გამოვიდა და ძალიან ბევრი დანაყოფი უბრალოდ ტრიალ მინდორში კარვებში იყვნენ ოჯახებთან ერთად.
ვინაიდან უცებ მოხდა მათი გამოყვანა და ახლა მათი ვერბოვკანუ ესე იგი წამოყვანა მოხალისედ ძალიან ადვილი იყო. ამის გარდა როსტოვში მისამართიც მახსოვდა ახლა უკვე ხა გავიდა და აღარ მახსოვს იგივე სანქტ-პეტერბურგში მაშინ ლენინგრადში იყო ვიცოდით კომისარიატები სადაც უშუალოდ აიხდებოდა იქაო მოხალისების შეგროვება მოხალისე რა უყურებდნენ თავის გამოცდილება სპეციალობის მიხედვით და არჩევდნენ და უშვებდნენ აქ საუბრად და აღარ გამიგრძელდეს აი ეს მოუყვითავს მას საბოლოოდ აფხაზეთთან დაკავშირებით მიუხედავად ამისა ეხოგეოვნებით ძალიან დიდი როლი ითამაშა აი ამ პერიპეტიებში ორმა რამ ერთი ეს იყო რომ პოლიტიკური ზეწოლის შესაბამისად განხორციელებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ვითომ და სამშვიდობო მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რომელიც თავდებოდა ჩვენი ტერიტორიის ან ჩვენი ინიციატივის დაკარგვით ერთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება იყო გაგრა დავკარგეთ და იქ გაგრიდან ჩრდილოეთი მხარე მიმართულება დავკარგეთ მეორე ცეცხლის შეწყვეტა იყო და მოგერიებული სოხუმის შეტევის მოგერიებული მოწინააღმდეგეს იმის მაგალითად რომ უკან დახეული მოწინააღმდეგის ხრებზე შევსულიყავით გადავსულიყავით კონდარტყმაზე ხო ისევ გაგვაჩერეს ისევ გაჩერდა და ტყვარჩელის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა დაიწყო და არავინ არ იცოდა რა მიდიოდა მანქანები ტყვარჩელში რა მიდიოდა რა მოდიოდა ამას არავინ არ ამოწურდა რუსები ახორციელებდნენ და ბოლოს სოხუმის დაცემის წინა დღეს კარგად გახსოვთ თუ არ გახსოვთ იპოვით რომ შევარნაძემ გამოაცხადა სასწავლო წელი დაწყებულად იმიტომ რომ სამშვიდობო ცეცხლის შეწყვეტა იყო და სკოლაში წაიყვანეს ბავშვები გარიდებული ბავშვები დააბრუნეს და სკოლებში წაიყვანეს სოხუმში რო ატყდეს ისევლე მოხსენით იმას ქვია ჩამკეტები ქვემეხებს და გავიყვანეთ ტექნიკა რუსეთს კიდე ფულს ვხდიდით რომ ჩვენი ტექნიკა გაიყვანათ სადესანტო ხომალდებით და ეს ჩამკეტები ჩავაბარეთ რუსებს რომელმაც აფხაზების ვითომ და აფხაზების ჩამკეტებით თვითონ ჩაიბარეს ვითომ და ყოფილიყო მათ ხელში და შემდეგ თვითონ არსებობს ამისი ინტერვიუ სადაც აცხადებენ თვითონ რუსები აცხადებენ გვარი შეგვიძლია დამატებული ვერ გავხსენ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი რომ ჩვენ ეს არ უნდა გავუკეთებინა მაგრამ ჩვენ ეს ჩამკეტები მივეცით თლიანად აფხაზებს ბოლოს დაიწყო ომში სოხუმზე შეტევა სულ ორი ტანკი იყო საქართველოს მხარეს სოხუმში ისიც გადამალული ვიღაცის გარებაში ფარეხში და იქიდან გამოყვანილი და მაშ გია ყარყარაშვილი გადმოვიდა მცირე დანაყოფით და მგონი ერთ ტანკთან ერთად ფეხით გადმოვიდა მდინარეზე 2004 წლიდან რო დავიწყოთ რა ჩაიდო მნიშვნელოვანი რესურსი გადაიარაღებაშიც რომელიც წლიდან შემოვიდა უკვე ნატოს სწავლებები თქვენ დამეხმარეთ მაგის გახსენებაში და შესაბამისი წვრთნები და აი დაახლოებით მინდა წარმოვიდგინო ხა მე მაშინ ბავშვი ვიყავი რაღაც დონეზე მე მახსოვს რაც ტელევიზორიდან უყურებდი ხო და ყველა მთელი მოსახლეობა მაგრამ დაახლოებით რა დონეზე გაუმჯობესდა მაინც ქართული არმიის ბრძოლის უნარიანობა მოდი ასე ვთქვათ როგორც ტექნოლოგიურ დონეზე ასევე იგივე ცოცხალი ძალის გამოცდილების და წვრთნის დონეზე ეს რომ მოკლედ შევაჯამოთ სანამ 2008 წლამდე მივალთ რა საინტერესოა უშუალოდ ხა თქვენი პერსპექტივიდან ეს აი რამდენად უფრო ბრძოლის უნარიანი გავხდით გასაგებია რომ ხა უკეთეს დისციპლინა შემოვიდო და ასე შემდეგ მაგრამ აი მაინც რა დონეზე იყო ეს უკეთესობა და წინ გადადგმული ნაბიჯი 90-იანებში აი როდესაც დასრულდა საფრთხეთის ეპოპეა დასრულდა ხედრიონის ეპოპეაც დასრულდა ამის შემდეგ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნამდვილად თავდაცვის მინისტრი მაშინ იყო ვარდიკო ნადიბაიძე და ასაც ბევრი მინუსის და ბევრი რუსოფილიის მიუხედავად მის დამსახურება იყო ის რომ ჯარი შეიყვანა ყაზარმებში ჯარს სახე მისცა დაუქვემდებარა წესდებას და აი სამხედრო დისციპლინის ის პირველი ნაბიჯები გადაიდგა 90-იანებში ძალიან დაგვიხმომა თურქეთში აღებული ძალები პირველი დახმარებები იყო მასიურად მაქედან დაიწყო როგორც ახლა საქართველოს იგივე ჩვენი ოფიცრების მომზადება იგივე ქართული სამხედრო აკადემიის განვითარება და ასე შემდეგ ეს თურქეთის მაშინ დიდი დახმარებით იყო 90-იანების ბოლო და 90-ებიდან დაწყებული იყო საქართველოს უკვე ფიქრობდა ნატოზე
ჩვენ მქონდა უკვე ნატოს გარკვეული ხელშეკრულებებიც დაიდო, გარკვეული შეხვედრებიც იყო, გარკვეული განცხადებებიც იყო, რა თქმა უნდა, და ეს ყველაფერი მიდიოდა, ვითარდებოდა, ეს თანდათან ვითარდებოდა. იქნა აღებული კურსი, მე როცა თევზაძე ჩაანაცვლა, ვადიმ ნადიბაიძე უკვე კურსი იქნა აღებული უკვე ნატოსთან უფრო მეტ ვესტერნიზაციაზე შეიძლება თქვა ნატოს სტანდარტებზე მიახლოებასთან დაკავშირებით. ამაზე უკვე ამ მიმართულებით წავიდა საქართველოს ჯარის განვითარება. 2002-დან იყო GTEC-ის პროგრამა, როცა დაიწყო ამერიკული პროგრამა, რომელიც შემოდა საქართველოს ქართული ჯარის წვრთნისა და აღჭურის პროგრამა, მაშინ დაიწყო პანკისის ხეობის პრობლემებიდან გამომდინარე, მაშინ დაიწყო ეს წვრთნის და აღჭურის პროგრამა ამერიკელებთან, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო და აი ესე თანდათანობით მოხდა, მაგალითად 2002-ში უკვე დაიწყეს 2000-დან 90-იანების ბოლოდან დაიწყეს უკვე უცხოეთის სამხედრო სასწავლებლებში გაგზავნა, დიდ მაღალი დონის სამხედრო სასწავლებლებში გაგზავნა. მე მანამდე დავამთავრე უკრაინის ეროვნული სამხედრო აკადემია, ეს იყო 2000 და შემდეგ პირველი ქართველი ვიყავი, ზომის წარმოების კოლეჯში წავედი ამერიკაში და იქ დავამთავრე. აი, მოკეთ, ახლა ცოტა აქეთ წირო წამოვიდეთ. საერთაშორისო მისიებში, რომელიც და პრინციპში ერაყში უკვე პირველი იყო კოსოვოში დავიწყე, ჩვენ მონაწილეობა კოსოვოში იყო, ჩვენი მონაწილეობა საკმაოდ წარმატებული, ყავდა ორი დანაყოფი, ერთი დანაყოფი იყო თურქების კონტინგენტთან, მეორე დანაყოფი იყო გერმანელების კონტინგენტთან. ეს ხო დანაყოფები, რომელმაც საკმაოდ წარმატებით გაართვა თავის სამოცანას. შემდეგ იყო უკვე ერაყი. ხო, მაგრამ კოსოვოში არავინ ხა თუ არ მეშლება, იყო სამშვიდობო მისია და ეს არ იყო არავინ არ ესროდა მოკლედ, ხო? არა, იყო სამშვიდობო მისია იყო. და ერაყში იყო ყავი მტერი მოკლედ, ხო? მაინც ხო განსხვავდება? კი, არა, მე ხო დილეტანტურ ენაზე ვსაუბრობ. არა, განსხვავება როგორ არ განსხვავდება, განსხვავება დიდი განსხვავება, თუმცა აქ არის თავარი ერთი რა, ეს იყო ურთიერთქმედება. დოკუმენტი შენ სამშვიდობო ოპერაციას აწარმოებ თუ საბრძოლო ოპერაციას, დოკუმენტების შედგენა, სამხედრო გადაწყვეტილების მიღება, ალგორითმი, შტაბების მუშაობის ალგორითმი, მეთაურობა, სტრუქტურირება, შეიარაღებაში ურთიერთქმედება, ამ შემდეგ ეს იქაც ისწავლებოდა და იქაც ისწავლებოდა. რა თქმა უნდა, ერაყში უკვე აი წვანე ზონაში იყო, წვანე ზონას იცავდნენ, ესკორტირებას ახორციელებდნენ ქართული დანაყოფები. იქაც საკმაოდ წარმატებულად გაართვეს თავი ამოცანას. მახსოვს რომ პირველი ქართველი იყო, მაშინ თუ არ ვთქვი, მაიორი შენგელია, რომელმაც მიიღო ამერიკის ჯილდო, უშუალოდ პრეზიდენტისგან, ამერიკის პრეზიდენტისგან. და ასე შემდეგ იქ და ქონდა დანაკარგი, ახლა ვერ გეტყვით რამდენი იყო, მაგრამ დანაკარგი იყო, დანაკარგი ქონდა, მაგრამ დიდი არა. მაგრამ წარმატებული იყო, საკმაოდ წარმატებული ოპერაცია იყო. მე სულ ვიძახი, რომ გავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ რატომღაც სულ ჩაცეკვრულებად ამ ბოლო პერიოდში რაღაცა იმ ტრაგიზმზე და დანაკარგი წარმატა იმ დამარცხებულ ომში ჰეროიკაზე და ძალიან ბევრი წარმატებული კამპანია გვაქვს თანამედროვე დროშიც. აი ამის უფრო მეტად ალბათ აი ამის პროპაგანდა უნდა იყოს, აი ამის წინ წამოწევა უნდა იყოს, იცი რა, გამარჯვებულის ინსტინქტი უნდა გაგვიჩნდეს. არ შეიძლება რომ სულ აი ნაცარი თავზე ვიყარო და სულ აი დაჩაგრული და ესეთი გმირულად დაცემული ის ვითამაშოთ რა. და ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა ხმოდი რა ტერმინი გამოვიყე, რომ ხარისხობრივად რამდენად მაღალ დონეზე იყვნენ ქართული კონტინგენტი, რომელიც იყო სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში რა. ამას უცხოელები უსვამდნენ ხოლმე, ძალიან ხშირად ხმას მე მაგ ინტერვიუები მოსმენილი და წაკითხული, რომლებიც საუბრობენ უშუალოდ ქართველი ჯარისკაცის სამხედრო მომზადების და აი ამ მაღალი, მათ შორის ფსიქოლოგიური მედეგობის ხარისხზეც. ხო, ესეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ახლა ჩვენ რაღაც ისტორიაში ასე გვისწავლია, რომ მუდმივად ასე იყო, შეიძლება ჩვენ გენშიდებს, მაგრამ აი თანამედროვე რეალობაშიც ამას ხშირად უსვამდნენ ხოლმე ხას, ხო? გენეტიკურია, მე ვთქვი, რომ ეს არის გენეტიკურია, გენი არის, ქართოს მებრძოლი გენი არის, ეს გენი არ უნდა მოკვდეს. ეს გენი სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიხატება
იგივე ვთქვათ, აი ორთაბრძოლების სახეობებში, სპორტულ სახეობებში, საბრძოლო სახეობებში, გუნდურ სახეობებში, სადაც აი კარგად ჩანს კრეატიულობა, გამძლეობა, სწრაფი აზროვნება, მოხერხებულობა და ასე შემდეგ. ეს მე შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული იყვნენ მიუხედავად იმისა, რომ თქვა პოსტსაბჭოთა სივრციდან წასული ქვეყნიდან იყვნენ ჩვენი სამხედროები, ყოველთვის ითვლებოდნენ ძალიან მაღალ დონეზე, ფასდებოდა მათი საბრძოლო შესაძლებლობები და ალბათ შემდეგ უკვე ავღანეთზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ეს მოგვიანებით, მაგრამ ეს უდაოდ იყო, ეს უდაოდ არის და ეს თქვა შეიძლება ისტორიულადაც რო გადახედოთ, თუ კი რუსეთის იმპერია სადაც წარმატებულად უბრძოლია, იქ ყოველთვის ქართველებიც იყვნენ. ასე რომ ქართველებს ეს რაც იცი ყველაზე მეტად პრობლემატური რაც არის აი დისციპლინა და არა ინდივიდუალური მებრძოლის, არამედ როგორც გუნდის წევრის შესაძლებლობები. აი აქ თუ გარდატეხა შეიტან, აქ თუ ქართველს მოარგებ იმ გუნდს და ერთიანი გუნდის წევრს გახდი, ხო? მაშინ ნამდვილად ძალიან დიდი ძალა არის ქართველი მებრძოლი. იგივე ხო გეუბნებით, ახლა არის სხვა სპორტ სახეობები, მაგრამ აი რაგბიში ეს ჩვენ შევძელით. და რაგბიში ეს გუნდურობა, აი გუნდის წევრის ინდივიდუალური როგორც გუნდის წევრის მებრძოლის ფენომენი ეს შევძელით. და მე აი სხვა მიმართულად შეერაღებულ ძალებშიც ეს ჩდებოდა. ეს უკვე ვითარდებოდა. ვინაიდან ახლა წარმოიდგინეთ, როცა ჩვენ საუბრობთ უკვე რომ ახლა ძირითადად მაინც აი ამ მისიებში მიდიან პროფესიონალები, ვისაც კონტრაქტორები, ან კონტრაქტის ხელმოკლე მოხალისეს იქ არ უშვებენ, მოხალისეს მეთქი წვევამდელი იქ არ მიდიოდა, იქ მიდიოდა მხოლოდ მოხალისეები. და რომ ძირითადად კონტრაქტორები რომელიც იყვნენ, ახლა იმეთი იქ პროფესიონალიზმიც უკვე სხვა დონეზე არის, მათ პროფესიონალიზმი და მათთვის ეს ათვისება აი იგივე სხვა სამხედრო კულტურის უფრო ადვილად ხდებოდა. კი ბატონო. მოვიდეთ ნენელა ძირითად თემამდეც, ყოველ შემთხვევაში ჩვენი საუბრის წინასწარ წარმომედგინა ძირითადი თემა მინდოდა ყოფილიყო ესე ეგრეთ წოდებული აგვისტოს ომი. მინდა ვისაუბროთ შედარებით ცლად წინა პერიოდზე, იმიტომ რომ ეს წინა პერიოდი ბუნებრივად გახდა მნიშვნელოვანი. მოდი ასე ვთქვათ 8 აგვისტოს წინა პერიოდი. მე მაგ არაერთი დოკუმენტური ფილმი ნანახი, არაერთი ინტერვიუ, მათ შორის რაღაცა ისეთი მასალებიც მაქვს ნანახი, რომლებიც არ გამოქვეყნებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენ 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი ინფორმაცია გაქვთ იგივე იმ სამუშაოდან გამომდინარე, რომელიც ამ წეგან ახსენეთ, ეს ინტერვიუები, რომლებიც თქვენ ჩაატარეთ და უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში ჩართულ ადამიანებს ესაუბრეთ, ხო? რა ჩანდა აქედან, რა ინფორმაცია მიიღეთ თქვენ? რა ხდებოდა უშუალოდ 2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული. მე მაქვს ნანახი სატელიტის სურათები, სადაც ჩანდა როგორ ამაგრებდნენ ბაზებს რუსები და როგორ შემოყავდათ იმაზე მეტი ტექნიკა და იმაზე მეტი ბარაკებს როგორ აშენებდნენ, ვიდრე მანამდე როდისმე ყოლიათ. უკვე გვიან გაზაფხულზე კი არა და ზაფხულში დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა ცხინვალიდან, ხო? ანუ მოკეთ ხდებოდა ისეთი რაღაცეები, რაც უკავშირდება თუ არა ომის, ყოველ შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების სამზადის. და შემდეგ უკვე გაიხსნა ცეცხლი. ქართული სოფლების და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მისამართით. აი ამ ნაწილზე მინდა რომ ესაუბროთ. ცოტა წინ დავიწყებ, ჩვენ რატომღაც გავიწყებ 2004-ში იყო ძალიან ძლიერი შეტაკებები სამაჩაბლოში. ხო, მაგის კითხვაც მინდოდა. იყო მნიშვნელოვანი შეტაკებები, მნიშვნელოვანი პოზიციებისთვის ბრძოლები. 2004-ის გაზაფხული. დიახ, იყო აქ მნიშვნელოვანი შეტაკებები, იყო მაშინ თუ გახსოვთ ეს შინაგანის საქმეთა სამინისტროს ახალწოვრების სიტყვით ჩაიგდეს. სეპარატისტება, შემდეგ გამოშვება, ასე შემდეგ და შემდეგ. იყო მაშინ მაქედან დაწყებული იყო არასოდეს
აი სრული სიწყლარე არასოდეს არ ყოფილა მაგ მიმართულებას, ყოველთვის იყო ეს მცირე პროვოკაცია, მაგრამ აი აქედან დაწყებული უკვე ძალიან გააქტიურდა ეს მოქმედებები. გახსოვთ რომ იყო ტერორისტული აქტი უკვე 2004-ის შემდგომ, იყო ტერორისტული აქტი გონში პოლიციაში, გახსოვთ იყო დაბომბვები, ფაქტიურად ყოველ კვირაში ერთხელ მაინც ხდებოდა დაბომბვები ქართული სოფლების. გატაცებები, გაფეთქებები, დანაღმა, გზების დანაღმა და ასე შემდეგ. ეს იყო. ის საერთოდ ამიმაჩნია სოციალურ ომი დაწყებული გვაქვს რუსებთან 92 წლიდან. როდის არ უომიათ რუსებს ჩვენთან და ომის დაწყებას ვინ დაქოქა პირველი მანქანა ამაზე არა ომი არის სხვა რაღაცა რა ომი თვითონ ეს ფენომენია სამხრეთ პოლიტიკური ფენომენი რომელიც უკვე მიმდინარეობდა ჩემი თქმა რა გინდათ ეგრე პუტინის ჩართეთ პუტინის ინტერვიუს რაც აცხადებს 2006 წელს გეგმა ჰქონდა ჩვენმა გეშტალმა დაამუშავეს გეგმა როგორ გვემოქმედა ესო საიდუმლო არც არისო ამავე დროს ჩვენ ამ წლიდან დავიწყეთო ადგილობრივი სეპარატისტების მომზადება რომელსაც თვლიდი რომ არ იყო პროდუქტიული და მაინც უფრო აი რუსული შეღებულ ძალებზე ვიყავ დამოკიდებული, უფრო აქცენტი იყო გაკეთებული რუსულ შეღებულ ძალებზეო, მაგრამ რადგან ცოტა რომ გადაეგდო რაღაც გარკვეული პოზიტივი სეპარატისტებისთვის თქვა რომ მაგრამ მათ ვაშკაცრულად იბრძოლეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა იყო, ეს იყო როგორ გითხრათ, ეს იყო კანკარა რომელიც აი ომისკენ მუდმივად მიდიოდა, აი უახლოვდებოდა, აი ესეთ უახლოვდებოდა აი კულმინაციის წერტილს ახლა. და მოხდა ის რაც მოხდა. მაგ პერიოდისთვის შემიძლია გითხრათ რომ საქართველოს შეღებულ ძალებს საკმაოდ ბიუჯეტი ძალიან საკმაოდ მაღალი იყო, თავდაცვის ბიუჯეტი იმ პერიოდისთვის. ხდებოდა შესყიდვები ტექნოლოგიურ აქცენტი იყო გაკეთებული მაინც ტექნოლოგიურ მიმართულებაზე, თუმცა ბევრი არასწორი ნაბიჯი გაკეთდა, მე ვთვლი უფრო უცოდინარობის გამო, დილეტანტიზმის გამო, ვიდრე რაღაც თქვათ რაღაც ჩაფიქრებების გამო, მაგალითად იყიდეს ისეთ ჯავშან ტექნიკა, რომელიც რაღაც გამოუყენებიათ იქ საომარ მოქმედებებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ომი როცა დაიწყო, აღმოჩნდა ქართული ტექნიკა იგივე ქართული ტანკები გაცილებით უფრო მოდერნიზირებული იყო ვიდრე რუსული. იქ იყო შეგნით უკვე ეს ებრაული სიმის აპარატები, ანუ საკუთარი და უცხოს ამოცნობა, პირდაპირ მასე რუკაზე პროექცირება, შენი და მოწინააღმდეგის შენი მეგობარი და მოწინააღმდეგის ტექნიკის და ასე, გაცილებით წინ იყო, ინოვაციური იყო, ასევე იყო ცეცხლის მართვის სისტემებში რაღაც შეძენილი გარკვეული ისრაელიდანაც, უკრაინიდანაც გარკვეული სისტემები და სხვა შორის ის ტანკები რომელიც წაიყვანეს ჩაუვარდა წაიყვანეს მე გამოფენებს დაქონდა და იქ ესეთი გვინდა და ებრაელს უკავშირდებოდა ესეთი ჩვენც გვინდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმ პერიოდისთვის საქართველოს ტექნოლოგიურ კავშირგამოვლობის საშუალებები, ხარისები, ამერიკული ხარისები უახლესი სისტემები რომელიც ვერ იქნა ჯერ უნდა გამოყენებული ვინაიდან ათვისებული არ იყო ბოლომდე. მის გამოყენება არ იყო ათვისებული. კი ბატონო, აი განსაკუთრებით ეს ივლისის და აგვისტოს პერიოდი მაინტერესებს. როგორ დაიწყო თავიდან ცეცხლი? აი ესე უბრალოდ გაიხსნა იმათი მხრიდან ცეცხლი თუ ამას რამე საყოფაცხოვრებო ტიპის კონფლიქტი ხო არ უძღოდა წინ? პერიოდულად ხდებოდა, არტილერია არ ყოფილა რაღაცა საზამთროზე შეკამათდნენ და იმან ამოიღო ავტომატი ესროლა და ეგეთი არ იყო იქ საარტილერიო დანაყოფები გააჩნდათ. ჭურვების თვითმფრინავი და საარტილერიო რამდენია 122 მმ-იანი თვითმფრინავი საარტილერიო დანადგარებით ხსნიდნენ ცეცხლს, თელი ბატარეა ისრო და ანუ 4 თუ 6 ქვემეხი ისრო და იმას ხოდა სოფლის მიმართულებით. ხდებოდა დანაღმა, გზების დანაღმა, ისა ჩვენ პოლიციელები აფეთქდნენ. დაიჭრნენ, ორი დაიღუპა და ხდებოდა მე საპასუხოდ აქედან ცეცხლად. მე ხდებოდა იმ კომისიის შეხვედრა. იმ კომისიაზე ის კულახმეტოვის წარმომადგენლობა და იმ კომისიაზე წარმოიდგინეთ, რაც თავიდანვე არასწორი იყო, ჩადებული იყო არასწორად, იყო სამი მხარე.
საქართველოს ქართული, ოსური და რუსეთი როგორც მშვიდობის ხო, ეხლა ოსური საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ არ იყო ეს სუბიექტი იყო რუსეთი. ვინც ხო, მაგრამ ნუ მაშინ ჩვენც რახან ისინი აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ვაღიარებდით მათ მშვიდობის ყოფილობას. რუსებზე არ ვიძახ, მე უბრალოდ ის არ უნდა ოსური მხარე არ უნდა ყოფილიყო. ორი მხარე უნდა ყოფილიყო, ქართული და რუსული. ვინაიდან ისინი იყვნენ მედიატორები, ხო და ამაზე უნდა ყოფილიყო საუბარი. მაგრამ ხო ისინი ისროდნენ და ხო არა, ისინი ისროდნენ და რუსების ამოცანა იყო რომ მათ არ ესროლათ. სამშვიდობოდ მაგისთვის არის სამშვიდობოდ გასო არ მისცეს საშუალება, თორე ეგრე ისე დამკვირვებლები აქედაც ყავდა და ჩაწერდნენ ჟურნალში რომ ისროლეს და მივიდოდნენ სურათს გადაუღებდნენ და გააგზავნდნენ ახლა დადიანი წინ და უკან. ესკალაციის მთავარი წილი მოდის 7 აგვისტოზე, როდესაც ჩვენმა მხარემ, ასე ვიტყვი, გამოაცხადა ცეცხლის სრულად შეწყვეტა და რაღაცნაირი მოლოდინი იყო, რომ იქნებ მათაც შეეწყვიტათ ცეცხლი და მოლაპარაკებებს გადაინაცვლა მოლაპარაკებების მაგიდასთან. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელზეც რაღაც საბურავის დაშვების მიზეზით არ გამოცხადა ოსური მხარე? რა შეცით ესეთი ის იმდენი დეტალი იყო აი ამ იმაზე, რომ შევა ვერ გახსოვთ, მაგაზე ჩვენ არ ჩაგვიტარებ, მე არ ვიყავი. ვერ გეტყვით თქვენ უშუალოდ სამხედრო მოქმედებების საკითხებზე კი ბატონო და ჩვენ მოკეთ შევწყვიტეთ ცეცხლი და ამას მოყვა იქიდან კიდევ უფრო დიდი ცეცხლი არათუ იმათი მხრიდან შეწყვეტა და ამას მოყვა შემდეგ საქართველოს მხრიდან სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით პასუხი და ჩვენ გვახსოვს თუ არ ვცდები ყოველსაათობრივი განცხადებები პრეზიდენტის რომელიც გვაცნობდა სიახლეებს, სადამ იყო ქართული ჯარი მისული და იყო მომენტი, როდესაც ცხინვალის ნაწილსაც აკონტროლებდა ქართული სამხედრო დანაყოფები. აი ამ პერიპეტიებზე რომ მოგვიყვეთ, მე როგორ მოხდა ეს უკან დახევა და ასე შემდეგ, რაც არ დაარღვევს რაღაც სამხედრო საიდუმლოებას, არ ვიცი, რამე ისეთი არ მინდა გათქმევინოთ. მოდით ისე ზოგადად აი ვიტყვი, პრინციპებს ვიტყვი, ზოგადად პრინციპებს, რაც მე მიმაჩნია გამოჩნდა იმიდან რომ იყო აქ პრობლემატური იყო დაგეგმარება სამხედრო დაგეგმარება თვითონ გეგმა რომელიც არსებობდა არ არსებობდა გეგმა რომელსაც იძახე რომ გამოვიყენეთ თვითონ აი ამ ოპერატიული გეგმა თვითონ ამ შეტევის გეგმა ფაქტურად იყო შემხვედრი შეტაკება როცა ორივე მხარე ცდილობს რომ აი შეტევაში გადაწყვიტოს ბრძოლის ბედი მაგრამ ამისთვის შესაბამისი ჯარის შესაბამისი წყობა გჭირდება და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ ძალიან დეტალებში რო აღარ წავიდეთ. რა იქნებოდა ისეთი სწორი გადაწყვეტილება და გამოსავალი, როცა ქართული სოფლები იბომბებოდა და აქედან მხრიდან წერტილოვანი პასუხის მიუხედავად არ გაჩერდნენ, მე ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად ასევე არ გაჩერდნენ. აი სხვა პასუხი რა უნდა ყოფილიყო, რომელიც ჩაახშობდა ამ ცეცხლს ქართული სოფლების მისამართით. ამიტომ არის ეს რთული მესმის, რომ იქ არავის არ უნდოდა და გასაგები იყო, ცხადი იყო ამ ხელ ოპერაციას რო ატარებ, დანაკარგი გექნება და ეს არის ყველაზე ცუდი ალბათ, რაც შეიძლება ომში მოხდეს, ხო, ადამიანური დანაკარგი. მაგრამ თუ ცეცხლს ხანერად ვერ ახშობდა ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ ხდებიან და აქ არის მნიშვნელოვანი ნიუანსი, რუსები როგორც მახსოვს მე აცხადებდნენ, რომ ჩვენ არაფერს შუაში არ ვართო, ვერც ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთო ამათო. ხო, მაგას მოდივარ დაცხადებდნენ, რომ ჩვენ რა ვიცი. ჩვენ რა ვიცით, ესენი რაღაცა, ხო, ანუ კაციშვილი არ იყოს სხვა იმათი გამჩერებელი. აი ესეთი სავარაუდოდ ეს იყო რუსეთის გეგმაც თავიდანვე, რომ ესეთი პოზიცია დაეკავებინათ და როდესაც საქართველოს გადავიდოდა შეტევაზე, მე ეთქვათ, რომ აი ხა თქვენ იმას ჩაგრავთ და იმიტომ დავეხმარეთ. ჩემის აზრით, უნდა გაეგრძელოს საქართველოს უნდა გაეგრძელოს საცეცხლე დარტყმები. როგორც მინიმუმ კიდე რაღაც პერიოდი. კი, საცეცხლე დარტყმები უნდა გაეგრძელებინა იმაზე, რა ქვია, აიგივე საპასუხო ჩვენი საცეცხლის შესაძლებლობა გაცილებით ძლიერი მეტი. თუმცა იმაზე თუ თანხდებით, რომ ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარი, რუსეთს სავარაუდოდ მაგ სცენარზე ექნებოდა რაღაც პასუხი. პირობითად რაკეტა მოხდა, რაც ბესლანში ისეთები აკეთეს, თეორიულად რაკეტა მოხდა რაღაცა საბავშვო ბაღს ქართველების ნასროლი და უხ ეგ როგორ გააკეთეს. ბესლანში ისეთები ატარეს და არა მხოლოდ ბესლანში, ჩეჩნეთში და ასე შემდეგ. ხა რუსეთს მაგის მორალი სავარაუდოდ თუ რუსეთს თუ ომი ვის უნდოდა რა, მაგამდე დავდივართ საბოლოო ჯამში. რუსეთს თუ ომი უნდოდა
წეგან მაგაზე ვსაუბრობდით ხა რომ ზუსტად რომ მაგ სცენარშიც აი ხა მაგალითი შემოგაშველეთ მე რომ პირობითად რაკეტა მოხვდა რაღაცა წყინვალში მაგაზე ხა ზოგადად საუბარი არ არის ხა რუსეთი რასაც იძახიან ხო რომ აი ქართულმა ტანკმა ააფეთქა რუსული სამშვიდობოების ბმპ და დაიღუპა მშვიდობის ყოფილები. აზერბაიჯანმა არანაკლები ბეტერია ააფეთქა, იმეთ რა ქვია, რუსებით გაძეძგილი 11 რუსი მოკვდა თუ 8 რუსი მოკვდა. და რა ერთი უბრალოდ თქვა ბუდიშტი ესა მოგვივიდაო და დამთავრდა. რატო აზერბაიჯანთან ომი არ დაიწყეს? თუ რუსეთს უნდა ომის დაწყება, მიზეზის მოძიება მას არ ჭირდება. იმდენ მიზეზს მოიძიებს. სულ იქიდან იმას გეტყვით რომ ქართველებს ამდენ მელოტი რატო ყავთო დაიწყებს ომს. ხო მისთვის რა მიზეზი არ ჭირდება მას მიზეზი იპოვოს დაახლოებით ასე მოიქცა პრინციპში უკრაინაშიც დაახლოებით ხა პირდაპირ პარალელს არ ვაკეთებ მithumetes 2014 წლის მერე ეხლა შეიძლება ცოტა უფრო პოლიტიკური კონოტაციის შეკითხვაც იყოს მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე ხა დაზუსტებული პასუხი ძნელი სათქმელია რატო გაჩერდა ფაქტობრივად იგოეთამდე მოსული რუსეთი და რუსული ტანკები? მაინც რა იყო ძირითადი ფაქტორი? თავისთავად მიზანში ოპერაციის მიზნებში არ შედიოდა ისედაც თბილისამდე მოსვლა და თავიდანვე ეს მიზანი პუტინმა მე რაც აღიარა იყო ზუსტად ამის ოკუპაცია ამ რეგიონის, მხოლოდ და ამიტომ გაჩერდნენ. თუ იყო მაინც რაღაცა ეს საერთაშორისო სოლიდარობის აქტი დავარქვათ მათ შორის აქ ჩამოსვლა და ასე შემდეგ. აი თქვენ როგორ ხედავთ? ბევრი ფაქტორი იყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ხაზს უსვამ, იყო მაშინდელი რუსული შეერთებული ძალების ძალიან დაბალი დონე. ძალიან დაბალი დონე. მაშინ თვითონ რუსები იძახდნენ, რომ ჩვენ მიკროსკოპითო ლურსნებს ვაჭედებთო რა, იგულისხმებოდა მედესანტების ქვეითად გამოყენება, ქვეითებად გამოყენება, რაც ერთად იყო გამოყენებული, იმიტომ რომ თვითონ ელემენტარული სავალდებულო სამსახურის რუსი მოსამსახური არ იყო ეს მომზადებული არც საომარი ისეთ მნიშვნელოვანი საომარი მოქმედებებით იქა ძალიან დიდი არეულობა იყო რუსეთში შეერთებულ ძალებში მე გარკვეულწილად რაღაც მნიშვნელოვანად გული მწყდება იმაზე რომ ესეთი სუსტი რუსეთი ჩვენ აღარ შეხვდება როგორც მაშინ იყო თუ გახსოვთ აი ამ ომის შემდეგ ფრინავებს ვერ პოულობდე ფინალს ვერ პოულობდე და 50 წელს გადაცილებული ინსტრუქტორები მოყავდათ, რომ საომარ საბრძოლო ამოცანები შეესრულებინათ. სხვადასხვა სამხედრო ოლქები. არა და პუტინი უკვე 8-9 წლამდე წლის მოსული იყო. შეგახსენებთ, რომ სულ 3 თვითმფრინავი აგვიფეთქეს ისიც მიწაზე და ესეც ანი ეს რომელიც ეს არის უბრალოდ პარაშუტისტებს ვახტუნებდით ხოლმე. ვერცეთ საბრძოლო თვითმფრინავი არ აგვიფეთქეს ბუნკერში. იმათაც სუები ყავდათ, ხო? იმათაც სუები ყავდათ, 25 იმათ მეტი ყავდათ ეხა სტრატეგიული ბომბდაშენი წყალზე, რომელიც ჩამოუგდეთ სხვათა შორის, ხო? არმიის გენერალი დაჭრელი გავათრევინეთ, ხო? ბრძოლის ველიდან ის ბიჭების დამსახურება იგივე მებრძოლი, იმაზე ვიძახე, რომ ქართული მებრძოლი. ამ შემთხვევაში ჩვენ გახსოვთ ვისაუბროთ აფხაზეთში, რომ იყო კარგი თქვა ზედარგოლის გენერალი, ზედარგოლის ოფიცერთა შემადგენლობა და სუსტი ქვედარგოლის ოფიცერთა შემადგენლობა. აქ იყო პირიქით ქვედარგოლის კარგი ოფიცერთა შემადგენლობა და დამგეგმავე და ზედარგოლის ოფიცერთა შემადგენლობა იყო ძალიან სუსტი. იგივეს მიმეორებ, რომ ხა ამის შემდეგ რუსებმა ჩაატარეს სერდიკოვის რეფორმა. მოდისაც მოდერნიზება დაიწყო შეაღებულ ძალებს. შემდეგ იყო შოიგუს კონტრრეფორმა თუ რეფორმა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხარჯები წავიდა, გადაიარაღება მოხდა რუსების. ამიტომ რომ დაინახეს, რომ ძალიან შეაღებული ძალები, რომელიც მათ იქ აჩვენეს ძალიან ცუდი შედეგი, ძალიან ცუდი საერთო სრული არეულობა. რეზერვისტებზე მინდოდა ცალკე მეკითხა. თქვენ გქონდათ რამდენიმე განცხადება ადრეულ წარსულში ამ თემაზე, რომ რეზერვს რატომ მიუშვით ესე ხელიო თუ სწორად მახსოვს მე საერთოდ და რეზერვი საბოლოო ჯამში ამ ომის შედეგების გადაფასების შემდეგ ჩემ ახმას ვამბობ ხა ჩაითვალა რომ ვერ იმუშავა რეზერვისტების ინსტიტუტმა და ამიტომ თითქოს რაღაცნაირად სრულად აიღო ქვეყანამ ხელი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს რეზერვისტების კორპუსი დავარქვათ ხო სისტემაზე ალბათ ამიტომ ხო და საბოლოო ჯამში ამაში თქვენ როგორ ხედავთ აი მაგ პერიოდისთვის ახლა მაშინ გახსოვთ იყო ესეთი კამპანიური შეკრებები რეზერვისტებზე
გამგებლები შეკრებავდნენ რაღაც მოხალისეებს და მოხალისეები რაიონული მოხალისეები მიდიოდნენ. იქ არ იყო ესეთი წვრთნა და მომზადება, როგორც საჭირო იყო. ეს რეზერვისტი უნდა იყოს მიმაგრებული კონკრეტულ დანაყოფზე, კონკრეტული ამოცანით, კონკრეტული სპეციალობით და ასე შემდეგ. ესე არ იყო. რაღაც ცალკე შეკრებილი რეზერვისტები, რომელიც არ იყვნენ ნახევრად მომზადებულები, სტუდენტები და ისინი ჩაიყვანეს ადგილზე, სადაც მეთაურები არ დახვდათ ისეთი, ვისაც უნდა ემართა ეს რეზერვები. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. ლეგიტიმური კითხვები არსებობს ამ 2008 წელთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ეს? აქ არის plus 3 საკითხი. მაგრამ ერთი რამე მინდა გამოვყოთ რა, თქვენს მაგ სამი საკითხი მითხარით. ან უფრო კითხვები არსებობს ჩვენი მხრიდან, უფრო ეფექტიანად რატო ვერ გაკეთდა რაღაცეები, მაგრამ არა იმასთან დაკავშირებით, ვისი ბრალი იყო და ვის უნდოდა ეს კონფლიქტი. ხო, ამაზე ვიძახ, 3 არსებობს უამრავი კითხვა, მაგრამ არსებობს 3 კითხვა, რომელსაც არ ჭირდება კითხვის დაწესება. ეს არის, ვინ დაიწყო ომი? ომი დაიწყო რუსეთმა. ეს არის, ვინ არის რუსეთი? რუსეთი არის ოკუპანტი და შენი მოწინააღმდეგე, სამხედრო პოლიტიკური მოწინააღმდეგე და მესამე, ქართველი მებრძოლები იბრძოდნენ თავიანთი მიწისთვის. აი ამ სამ პოსტულატს არ ჭირდება არავითარი კითხვა. ბრძოლაც მიმდინარეობდა საქართველოს მიწაზე. ბრძოლა მიმდინარეობდა საქართველოს მიწაზე, თითოეული გოჯი მიწისთვის. კი ბატონო. მოდი ნელ-ნელა გადმოვიდეთ უკვე შემდეგ პერიოდზეც. ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვალა 2012 წელს და გაგრძელდა პრინციპში საწყის წლებში მაინც ჩვეულებრივად საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, ძალიან აქტიურად წვრთნები, ძალიან აქტიურად. შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში ვთქვათ კიდევ რომ განვითარდა, ხო, ალბათ, თქვენ უკეთ მეტყვით ამაზე. და სადამდე მოვედით უკვე პანდემიის შემდეგ. აი ბოლო 5 წელია, მოდი ასე ვთქვათ. ამ მიმართულებით რა ხდება? უკუსლა გვაქვს, იქნებ ისე ვიქوارთ, აქ აღჭურვილობის თემაც საინტერესოა, გამოცდილების თემაც საინტერესოა, წვრთნების თემაც საინტერესოა და მოდი ცალკე გამომახვილებთ ყურადღებას ამ ჯარის მორალის თემაზე, ხო, რასაც თქვენ საბრძოლო მენტალიტეტი უწოდეთ, ხო? ამ კუთხით ჯარისკაცის ყურს როგორ ხდება ეს აბაუმი გინდათ რიტორიკა? ძალიან ბევრი შრიანი საკითხებია, მაგრამ ვეცდები რაღაცა გარკვეულწილად რაღაცა კონკრეტული ფორმა მივცემ იმას ჩემს პასუხს. ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა დაწყებული 2012 წლიდან ძალიან აქტიურად გააქტიურდა ნატოსთან მიმართებაში და სწავლებები. გააქტიურდა საქართველოსთან აი უცხოურ სამხედრო სასწავლებლებში სტუდენტების გაშვება, სამხედროების გაშვება. ეს ის პერიოდი არის, როდესაც საქართველოში ტარდება იწყება ნობელ პარტნიორის სწავლებები ამერიკულ შეერთებულ შტატების შეღებულებით ერთად, მაშინ ხოჯესი იყო ჩამოსული, ყავდა ჩამოყვანილი, სამჯერ იყო საქართველოში ჩამოყვანილი. იგი ის იყო მაშინ იმ დროს ევროპაში ამერიკის შეღებულების სარდალი, ეუკომის სარდალი იყო, მაშინ ჩამოყვანილი იყო საქართველოში. მაშინ არ ვიცი გახსოვთ თუ არა აბრამსები და ტანკები თავისუფლების მოედანზე გვეყენა და ბრედლი და ხალხი სურათებს იღებდა, ბავშვები მიყავდა სურათებს იღებდნენ, მარშირებდნენ იქ ბრიტანელები, პოლონელები, აი ამ საქართველოს მებთან სამხედროებთან ერთად დღესასწაულზე. სწავლებები მიმდინარეობდა ქართული ტანკები ამერიკულ ტანკებთან ერთად. დესანტი ხდებოდა ხო ჰერკულესთან 130-დან იყო ბრიტანელების ამერიკულ და ქართველი მედესანტები ხდებოდნენ მაშინ ამ ნობელ პარტნიორის სწავლებაზე. ქვემეხებს ჩამოყარეს თვითმფრინავიდან, მაშინ იყო ეს მაშინ საკმაოდ ისეთი ოპერაცია, როდესაც საარტილერიო საშუალებების სისტემი ჩამოაგდეს თვითმფრინავიდან და შემდეგ ჩამოხდა თვითონ ისინი, რა ქვია, გათვლა, ქვემეხების გათვლა. და ასე შემდეგ ეს ერთობლივად ხდებოდა. ეხლა წარმოიდგინეთ რა არის ეს სწავლება, ხო? ეს არის სწავლებები, ნობელ პარტნიორის სწავლებები და agile spirit იყო ნატოს სწავლებები, რა მონაცვლეობით ხდებოდა ერთ წელს იყო ეს, მეორე წელს იყო ეს. მაშინ ბრიდლოვი იყო, ისიც ამერიკელი გენერალი, რომელიც იყო ნატოს სამხედრო კომპონენტის ხელმძღვანელი.
და აი აქ მაშინ გაიხსნა აქ ნატოს მომზადების ცენტრი, ისე იგი წვრთნებისა და მომზადების ცენტრი მაშინ ყოფილი აღულჯაზე. ხსანისის სასწავლო ცენტრში. აქ ტარდებოდა, აქ უტარდებოდა, აქ ჩამოდიოდნენ მცხოვრებლები და აქ უტარდებოდა წვრთნები. მაშინ ხდებოდა ხო, სწავლება რატო არის მნიშვნელოვანი, ხო? ეს სწავლება ხო ის არის და ჩამოყვედი ისროლე სახვედი. აქ ხდება გათვლები, ოპერატიული გათვლები, რაც ასე მნიშვნელოვანი, ლოჯისტიკური გათვლები. იქიდან დაწყებული, შავი ზღვიდან დაწყებული, მაგალითად ვაზიანამდე, მარშის გატარების დროს რატო ჭირდება ტექნიკის გადმოსროლას შავ ზღვამდე, ფოთამდე ან ბათუმამდე. შემდეგ ეს ტექნიკა რატო ჭირდება მის დატვირთვას. რა ნაწილი მიდის თავის სისვლით, რა ნაწილი მიდის რკინიგზით. არსებული გვირაბები თუ ატარებს ამ ტექნიკას, არსებული ხიდები თუ იძლევა საშუალებას რომ ტექნიკა გადავიდეთ. ეს ხო ყველაფერი გროვდება. ეს ინფორმაცია ხო არ იკარგება. ეს იწერება, ეს კეთდება, იწერება, გროვდება და ეს არის შენი ოპერატიული გათვლების მთავარი ამოცანა. ეს სროლები და ეს არის სულ საბოლოო მომენტი და აქ მთავარია მთელი ეს სისტემა როგორ იმუშავებს. აი ეს იყო გათვლები იყო იმისი რომ აი რა დრო დაჭირდებოდა საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შეღებულ ძალებს იმას ვთქვათ გაეძლოთ სანამ დახმარება მივიდოდა საქართველოს შეღებულ ძალებამდე. მთელი არსი იყო აი ამ სწავლებების აი ესა რა. და ესე საკმაოდ ისეთი ამ პერიოდს ემთხვევა ასევე ავღანეთში ქართული მისიები. მანამდე იყო დაწყებული, მაგრამ ეს პერიოდი გრძელდება და ძალიან მაშინ მახსოვს რომ ჩვენ გავაჩერეთ გარკვეული პერიოდი მგონი 2015-16 თუ 14-ში უბრალოდ გავაჩერეთ სავალდებულო სამსახურში გაწვევა. ხოლოდ კონტრაქტით ეს არ გაგვიუქმებია, მაგრამ უბრალოდ გავაჩერეთ რა გერმანული პრინციპით, რა გერმანული ბუნდესვერის პრინციპით არსებობდა ეს, მაგრამ არ გაგვიწვევია. და თითო ადგილზე მოდიოდა 4 კაცი სურველი საკონტრაქტო სამსახურისთვის. პირველ ორს ჩვენ ვღებულობდით, მესამეს თვლიდით რომ რეზერვში ვითვალისწინებთ რეზერვისთვის, იმიტომ რომ სწავლების დროს პირველად საბაზო მომზადების დროს ვინმე თუ რამ ტრავმას მიიღებდა იმის ჩანაცვლებისთვის, მეოთხეს ბრაკავდით. ეს ის პერიოდი იყო, როცა მაშინდელი ანაზღაურება ასე თუ ისე რაღაცას ნიშნავდა რა. Plus ამას ემატებოდა ავღანეთში ეს მისია, რომელსაც ასევე რაღაც გარკვეული სოციალური ისიც ჰქონდა სამხედროსთვის და ამიტომ საინტერესოც იყო მისთვის. ეხლა ვუბრუნდებით თვითონ ავღანეთში თვითონ მიდგომას ხო ქართველები იყვნენ იქ ეროვნული შეზღუდვების გარეშე, ნეშანქებიაც რაც არის, ანუ ყველა ტიპის ოპერაციაში შეეძლოთ მონაწილეობა მიიღოთ. და ყველა მოწინავე ბაზაზე უკვე იყო არ ყოფილა შემთხვევა რომ ქართველები არ ყოფილიყვნენ, თავი გამოიჩინეს მაზარის შარებში, გერმანელების საელჩო რო გადაარჩინეს, იქ მასე ჰელმანდის პროვინციაში, იქ საბრძოლო მოქმედებებში ამერიკელები იძახდნენ ჩვენ თუ ქართველებს გვერდით ჩვენ ყველგან გავალთ. ბრიტანელები იგივე, ბრიტანელების მიდგომაც იგივე იყო. აი ყველაზე კარგი სამაგალითოდ ითვლებოდა ქართველი მებრძოლი. ეს ცოტა ისეთი მომენტიც იყო. ითხოვეს ქაბულის ბაზის დაცვისთვის ითხოვეს სამხედრო პოლიცია. ეხლა ჩვენთან ჩვენ სამხედრო პოლიციაში როგორც წესი ყოფილი პოლიციელები მოდიან სამხედრო პოლიციაში. ეს არის 2015-2016 ეს პერიოდია, 14-ის შემდგომ პერიოდია. და სამხედრო პოლიციის კონტინგენტიც გავაგზავნეთ იქ. მაშინ თქვენ სად იყავით? პირადად ანუ გენერალ-შტაბის უფროსი. ხო. მაშინ იყო ერთი პიროვნება, გენერალ-შტაბის უფროსი და თავდაცვის უფროსი იყო ერთი და იგივე პიროვნება. ეხლა გაყვეს, მერე გაყვეს ეს. და მაშინ ირჩეოდა 3+1 პერიოდით. რაც სწორი არის, რაც უკრაინელებსაც აკეთებენ, ვინაიდან ჯერთი როტაციული პრინციპი და ქვედარგოლის იმასაც უნდა გაზრდა, ხო? ეხლა მუდმივად გერასიმოვით ერთ თანამდებობაზე რამდენი წელი ხარ, ეს ქვედან კარგად არ მოქმედებს ქვედარგოლების დაზე. ეს ამერიკელებს აქვთ ეგეთი პრინციპი და მეორეც საომარ მოქმედებებში შენ ხელწერა თუ პროფესიონალი ხარ, გაქვს გარკვეული ხელწერა. გარკვეული ხელწერა ქონდა მას აქვია სირსკის
და ტრისთვის არის პროგნოზირება. ის უკვე ეწყობა შენ ხელწერის მიმართ, შენ იქ რო იცვლება უკვე მნიშვნელოვანი ის ხდება რა, რაღაც გარკვეული სიახლე ხდება, როგორც სპორტში აიღო და უხეშად წვრთნოს და ყველა წვრთნოს თავის ხელწერა, ხო? და ზალუჟნის თავისი კონდა, სერსკის თავისი, ეხლა დრაპატის არის ჯერ ყოველშაბათი გამოჩნდება. და ესეთი პერიოდი იყო. ეხლა მეგონი 7 წელი ერთი და იგივე პიროვნება ყავს, მაგრამ თან გაიყო ეხლა ჩვენთან უკვე ორი კაცი ყავს. ხო, მე გაგაწყვეტინეთ იმაზე ყვებოდი ბაზის და აქედან წავიდა გავუშვით კონტინგენტს სამხედრო პოლიციელებს, ყოფილი პოლიციელებს. აი გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა ნარკოტიკების შემოტანის ცდელობის აღკვეთა. ეხლა თბილისში ნაპოლიციელი ნარკოტიკს როგორ უპოვიდა ხარ, ითი შემოქონდა იმაზე ჯიბი თუ წინდაში თუ ფეხსაცმელში ჩადებული ხა იმ ქარტიებას მოატყუებდა ხა თბილისის პოლიციას ავღანელი როგორ შემოქონდა ბაზაზე რაღაც პატარა ნარკოტიკი ხო. აი ესეთი დიდი მადლობები იყო რომ ესეთი კარგი სამსახური გაუწიეთ იმას ბაზას და მოკლედ წესრიგი დავამყარეთ, მაგრამ ნამდვილად სანიმუშო იყო, აი ამ სიამაყით ვიყავი ახსოვს, ეხლა სიამაყით ვარ ახსოვს, ესეთი მებრძოლები ყავს. ეხლა ვითარებაზე რა თქვენ მკითხეთ? ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არაფერი არ შუქდება ჯარსაც ეხება. ბოლოს რაც გაშუქდა ყველაზე მასშტაბური იყო ჯარისფულის მოპარვა. ხო, არ ვიცი, მე მახსოვს როგორ შუქდებოდა, ხო, სულ დღე იყო, სწავლებები იყო, წვნები იყო, ჟურნალისტები მედია დღე იყო და ასე შემდეგ და ასე დაყავდა მედია ჟურნალი. არ ხდება. მე ასევე წავიკითხე, ამაზეც მინდა აზრი დაეკითხოთ, ვერ ვიხსენებ ვისი პოსტი იყო. შეიძლება იმის განცხადება იყო და მე ვიღაცამ პოსტად გადმოიტანა, რომ აღლუმებიო, რომ აღარ ტარდებაო. ჯარისკაცისთვისო, მე სამწუხაროდ არ ყოფილი ვარ ჯარისკაცი, წუნი დამდეს თუ დამბრაკეს ქართულად როგორ თქვა. წუნი დამდეს არ წამიყვანეს და ძალიან მნიშვნელოვანიაო აღლუმზე დგომაო და ძალიან ბევრს ნიშნავსო ეს რიგითი იქნებაო თუ ოფიცერი თუ ვინც იღებს მოკეთ მონაწილეობას ყველასთვისო, რომ იმ წუთას რო გაცვია შენი ქვეყნის მუნდირი და რაღაცნაირად აღლუმი ხო თუ საზეიმო ცერემონიაა, ეს ხო არ არის საომარ მოქმედებებთან, ტრაგედიებთან დაკავშირებული. ეს არის ძალიან მოქმედებს საბრძოლო სულისკვეთებაზე და პატრიოტიზმზე უშუალოდ ჯარშიო და ამიტომ ეს ცუდიაო, რომ ეს რაღაცა გავაუქმედსავითო და ეს როგორ არის? არა, ზოგადად მე გეტყვით, რომ ზოგადად აი რაღაცა ესეთი მხედრული სულისკვეთების ის პროპაგანდა კაი გაგებით აუცილებელი არის. ისეთ ქვეყანაში მე თვითონ როგორც საქართველოს. იცით რა? ორი აზრი არსებობს რა, ეხლა რუსეთი არსად არ მიდის. რუსეთი არის ჩვენი მეზობელი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ აი ამ ტიპის მეზობელთან ცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა იყო ძლიერი. ნებისმიერი სისუსტე იწვევს აგრესიას რუსეთის მხრიდან, იზიდავს აგრესიას რუსეთის მხრიდან. შენ თუ ხარ ძლიერი, მაშინ შემაფერხებელი ფაქტორია, ხო? გათვლებს აკეთებს ეს რა დამიჯდება ეს. ამის გარდა შენ გჭირდება ძლიერი მოკავშირე. ან მოკავშირეები, რომელიც იმ გარანტიას გაძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში გვერდში დაგიდგებიან. მარტო არ იქნები ამ რუსეთის ამხელა მიგვექნეს წინააღმდეგ. აზერბაიჯანის მაგალითი ავიღოთ, ხო? ეგ თურქეთმა სამ თვეში გადაუწყვიტა პრობლემა, რომელსაც 30 წელი რუსეთი ვერ უწყვიტავდა ყარაბაღში. და ხოგენ ხმა ვერ გასცა რუსეთმა აზერბაიჯანს. ხმა გამოუყარეს თავი, მიანა გამოყარეს თავის რა ქვია, სამშვიდობოებიან და ხმა ვერ გასცა. თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ბუდიში მაინც მოახდევინეს მე. აზერბაიჯანული, ხო? აზერბაიჯანსკა სომხეთსაც ვეღარ გასცა ხმა. ხო, ნუ ახლა ჯერ კიდევ რა არის ისეთი თემა, ახლა ძალიან დაკავებულია პატივცემული პუტინით, მაგრამ ზოგადად ისე ვიძახ, ხო, რეალობაში ესე იყო. თურქეთი შემოვიდა პირველად ბოლო 100 წლის განმავლობაში შემოიჭრა იმ სფეროში, რომელიც იყო ექსკლუზიურად რუსეთის ინტერესების სფერო. ამიერკავკასიაში. ისე რომ ხმა ვერ გასცა რუსეთმა. შეგახსენებთ, რომ თურქებმა რუსეთი თვითმფრინავი ჩამოუგდეს. სამხედრო თვითმფრინავი. ვერტფრენი ჩამოუგდეს. პასუხი რა იყო რუსების? პომიდორის ექსპორტი შეაჩერეს თურქეთიდან. და მე გადაიხადეთ ბოდიში თურქებმა და მეც ეს შემთხვევით მოგვივიდო დასრულდა. აი ეს იყო მათი პასუხი. აბა ჩვენ გვექნა ეს. და შენ თუ არა ხარ ძლიერი, მოკავშირეს ვერ იპოვი.
სუსტი ეცოდებათ. არავის არ უნდა არის სუსტის გვერდზე მოკავშირედ ყოფნა. Შემიძლია იყოს ძლიერო, ძლიერი მოკავშირე იპოვო. ამიტომ აქვს ყოველთვის ხას უსვამ იმას, რომ ის არსებული თავდაცვის ბიუჯეტი არის ძალიან ცოტა დღესდღეობით. ის რაც საქართველოს საშეღებულ ძალებს აქვს. რეგიონის კონტექსტის გათვალისწინებით. მოდით იცი რა, მოდით რომ შემდეგ რაღაც სოფლიო საიდუმლოების გაჟღერება არ იყო, უბრალოდ თავაზობ მაყურებელს ინტერესი ვისაც აქვს, შევიდეს ინტერნეტში ეს ღია წყაროებით, ნახოს რა არის აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი რამდენია. რა არის სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტი? აზერბაიჯანს 5 მილიარდამდე ამერიკული დოლარი, სომხეთის არის 2.5 დოლარი, ჩვენების გამოდის 400 მილიონი. დოლარი. ხო, ნუ რაღაც მილიარდი. ეხლა ამის გარდა, ხო, რა არის ესე იგი შეერაღება და ტექნიკა. არაფერსავლაპაკო, უბრალოდ შევიდნენ და ნახონ შეადარონ ერთმანეთს რა ყავს აზერბაიჯანს, რა ყავს სომხეთს და რა აქვს საქართველოს. დახმარებების ამბავი როგორი რა არის ამ კუთხით? კიდევ ერთი უკაცრავად, კიდევ ერთი, რაშიც ჩვენ მქონდა რაღაც გარკვეული გამოცდილება, ის იყო საბრძოლო გამოცდილება, ეს ავღანეთთან ისა. ეხლა ვის აქვს საბრძოლო გამოცდილება? აქვს აზერბაიჯანს, აქვს სომხეთს, აქვს რუსეთს. ჩვენ რამდენი წელი უკვე საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დღევანდელ თანამედროვე პირობებში, ცვლად პირობებში. მით უმეტეს რომ ძალიან იცვლება, ხო, სამხედრო, მოდი ასე ვთქვათ, ფრონტის სპეციფიკა ძალიან იცვლება და ანუ იგივე ახალი ტექნიკის დრონების და ასე შემდეგ შემოსვლამ რამდენიმე ვიდეოს უსმენდი, რომ ფაქტობრივად ქვეითები აღარ გადავდივართ შეტევაზე აზრი არა აქვს, იმიტომ დრონები აკონტროლებენ მთლიანად შეხების წერტილებსო. არ ვიცი ცოტა უტრირებული რა თქმა უნდა. ეს არის, კი, რა თქმა უნდა, რობოტიზაცია არის, რობოტიზაცია მიმდინარეობს, საბრძოლო ველის რობოტიზაცია მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული, ეს ცალკე თემა არის. აქ არის მაგრამ მე მაიცვლი რომ ეს არის კონკრეტულად უკრაინის ფრონტისთვის. ბოდიშ იცით რატო ვკითხულობ, აი პირობითად ალბათ, აი თუ დამეთახმებით თუ არა, მაინტერესებს ბოლო 50 წელში რა განვითარებაც პოვა, ანუ აი 50 შეიძლება ბევრი 30 წელში რა განვითარებაც პოვა ამ სპეციფიკებმა, იგივე ტექნოლოგიური განვითარება რაც იყო სამხედრო სფეროში, ბოლო 5 წელში ალბათ იყო ერთი იმდენი, ხო? არ ვიცი, შეიძლება ხა ვაჭარბებ ცოტა მე, მაგრამ ანუ ეს უპილოტო და არა ადამიანური იგივე რობოტიზება რაც ახსენეთ, ამის შემოსვლამ ხო მნიშვნელოვნად შეცვალა ყველაფერი. ეს იცით როგორ არის? ყველაფერი მაინც გამომდინარეობს გარკვეული მოვლენიდან, საომარი მოქმედებიდან, ხო? 5 წელი ომი მიმდინარეობს ფაქტობრივად. ძალიან დიდი ხანია ეს ომი მიმდინარეობს. ეხლა 30 წლიანი ომიც გვახსოვს და 100 წლიანი ომიც ხო გვისწავლია ეს იმაში, ხო? 5 წელია შუა ევროპაში მიმდინარეობს თანამედროვე ომი. აქ რა თქმა უნდა ეს ვით განვითარებები ხდება. ყოველ 3 თვეში ერთხელ ნოვაცია შემოდის. ყოველ 3 თვეში ერთხელ და ეს როგორ არის იცით, ეს ინერციით უფრო ჩქარდება. ეხლა მთავარი აქცენტები გადადის დრონ-საწინააღმდეგო საშუალებებზე. და მე არ გამოვიწყალო ისე მიღწეული იქნა დრონ-საწინააღმდეგო ისეთ დონეზე, რომ აი ამ დრონების რა ისა რა ქვია ეფექტიანობა მნიშვნელოვნად დაეცეს. ამაზე უკვე მუშაობენ, იქ ინდივიდუალურად დაწყებული რაც კონტო დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, კერძო ინტერესებიც არის, კერძო კომპანიების რო ეკითხება რა თქმა უნდა, და ეს ხო ლაბორატორია, ყველა ომი ხა გინდა კაი გაგებთ, გინდა ცუდი გაგებთ, არის ლაბორატორია, სადაც ხდება ტესტირება ყველა იმ იარაღის და აი აღჭურვილობის, რომელიც არსებობს, ხო? ეხლა მაგალითად ჯაველინებმა არ გაამართლა უკრაინაში. აღმოსავლეთ ძალიან რთული არის, მის შენახვას გარკვეული მნიშვნელოვანი ისჭირდება, მის აწყობისთვის დრო არის საჭირო, საბრძოლო მოქმედებების მოყვანისთვის და გაცილებით უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა ბრიტანული NLO ვიდრე იგივე ჯაველინი, ხო? იგივე კიდევ გარკვეულ ტექნიკაზე გავსი იყო ეს პრობლემა. ანუ რაღაცები ჩდება, ჩანს რომ ჩვენ სადავართ ამ დროს თქვა ეს არის კონტექსტი. აი ვერ გეტყვით, აი რა გითხრათ. კიდევ ერთხელ ვიძახი, შენ რო ტექნოლოგია შეიძლება, ტექნიკა შეიძლება, შენ გჭირდება ფული. ხო? მე არ მინახია ჯერჯერობით რაღაცა რაღაც ღმერთმაქნას ვწდებოდი, რომ რაღაც ქართული ტექნოლოგიური რაღაც გარდატეხა, აი აქ ან თუნდა დრონი
სადმე დაფრინავდეს, მე ეს არ მინახია. რა ვიცი, ამდენო სამა პრემიერმა გახსნა დელტაში ის ქართული შაშხანის წარმოების ისა, რა ქვია, ცალცალკე ხო? ცალცალკე და სად არის ეს შაშხანა, სად გამოუშვეს, არ გამოუშვეს. მე აღარ ეჭვმეპარება რომ გამოუშვეს. რო გამოუშვეს როგორია ეგ ცალკე საკითხია. ხო, ნუ ჯერ რატო გვინდა შაშხანის გამოშვება, როცა უფრო იაფად იყიდი და უფრო კაი ხარისხის და შენაწარმო, რა სიგვჭირდება ეს. უფრო სხვა რაღაცა უფრო ხარჯვადი რაცა, ხო იგივე ტყვია წამლის წარმოება უფრო მნიშვნელოვანია ჩემის აზრით საქართველოში, ვიდრე ქართული პისტოლეტის გამოშვება, რომელიც კაი, მიეცი ამდენი შეაღებულ ძალებში, ამდენი ყავს, დაუმატე შენი პოლიციაც, რომელიც დაახლოებით 2-ჯერ მეტია თუ 3-ჯერ მეტია ვიდრე შეაღებული ძალები და აი დანარჩენს რა უნდა უყურებთ? ვინ იყიდის, კარგით რა. რა თუნდაც კოლტი და ისინი ამერიკელებს იყიდიან? სავსეა, თურქეთის სავსე არის, ამ ცეცხლსასროლი იარაღებს სავსეა, ხო? ამაში არ უნდა იხარჯებოდეს არც გონება, არც აზრი, მაგრამ ამას ხო ის უნდა ვიღაცის რაც გადაწყვეტილების მიღება, რაც სწორი მითითება, სწორი ტენდენციები, რა ტიპის ომისთვის ვემზადებით, ჩვენ შეაღებულ ძალებს შეუძლია საბრძოლო ამოცანის შესრულება. გააჩნია რა საბრძოლო ამოცანას დაუსვა. მე შეგნებულად მოვერიდე კაფეო პოლიტიკური კონტექსტის შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ ხა თქვენ პოლიტიკური მოძრაობის წევრის ბრძანდებით და მით უმეტეს არ მინდა რაღაცა კონსპირაციის თეორიებში წავიდე, მაგრამ ჩემ გარშემო საზოგადოებაში ყველა ფენაში ალბათ საზოგადოების უფრო და უფრო ხშირად მესმის ეჭვირო თუ ჩვენი ხელისუფლება არის გარკვეულწილად თუ არა პირდაპირ ინტერესების გამტანი რუსეთის როგორც მინიმუმ რაღაცა დათმობებზე წამსვლელი, ეს ეხება რა თქმა უნდა სამხედრო სფეროსაც და რუსეთს ყველაზე მეტად არ უნდა რაზეც თქვენ საუბრობთ, ეხლა რომ საქართველოს ძლიერი თავდაცვა ყავდეს. ხო? იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერა რომ ჩვენი ახლანდელი ფაქტობრივი ხელისუფლება სწორი შედარებით ნეიტრალური ვორდინგის შერჩევას ვცდილობ. რუსებს არ აღიზიანებს როგორც მინიმუმ ეს რუსებისთვის პირველ რიგში უნდა გამოიხატოს იმაში რომ ნაკლებად ბრძოლის უნარიანი უნდა იყოს ქართული თავდაცვა. ხო, იმიტომ რომ ქართული თავდაცვა თუ ძლიერია და ვახსენეთ ჩვენი მეზობლების მაგალითები, ეს არის რუსეთისთვის უკვე პრობლემა და პირველი გაღიზიანების ფაქტორი. ნატოს მოდი წრეს შევკრათ რა. ხო. რუსეთს აღიზიანებს ძლიერი ქართული შეაღებული ძალები. სუსტი შეაღებული ძალები რუსეთის საშუალებას აძლევს, რომ თავისი სამხედრო თქვა რაღაცა ამოცანის გადაწყვეტა შეძლონ საქართველოში. ანუ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას რუსეთს, რომ თავისი ისა რა ქვია სამხედრო ამოცანა შეასრულოს საქართველოში, ვიღოთ, იმიტომ რომ აგაღიზიანებთ. აი, ხო გეუბნებათ, ცოტა ის არის რა. ეხლა ნებისმიერი დიპლომატია შეაღებულ ძალების გარეშე არის არაფერი. თუ ძალა არ დგას იმ დიპლომატიის უკან, ეს იქნება ეკონომიკური, ეს იქნება პოლიტიკური, ეს იქნება იგივე მოკავშირეების, იგივე საკუთარი შეაღებულ ძალები. იმ დიპლომატიას არა აქვს. ხო, მოქნილი სიტყვის გამო არავინ არაფერს არ დაგითმობს. არავინ არაფერს, ყველაფერს წყვიტავს ძალა. და ეს ძალა არ ნიშნავს, კიდევ ერთხელ ვიძახი, არ ნიშნავს, რომ არიქა, ასე აქვია, ბირთვული არაღზე დავიწყოთ მუშაობა. მაგრამ ის რომ ელემენტარულად მოწინააღმდეგე დაფიქრდეს სანამ შენ რაღაცას დაგიპირებს, ხო? რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო. აი ამის შეაღებულ ძალები კი უნდა გყავდეს. ვიმეორებ, ეხლა არსებული ვითარება არ ვიცი. მე ვსაუბრობ არსებული ბიუჯეტით, არსებული შეიარაღებით, არსებული შეაღებული ძალების რაოდენობით და არსებული სამხედრო გამოცდილებით. რომელიც რბილად ვთქვათ გამოსასწორებელია. კიდევ და რა არის გვინდა? რა არის საქართველოს გეკითხებით, აი რა არის სახელმწიფო საქართველოს როგორც სახელმწიფოს ეროვნული ფასეულობა? რამდენიმე რამე შეიძლება ვთქვა? არ იწვალოთ, იმიტომ რომ ეს იქნება თქვენი მოსაზრება. უნდა იყოს სახელმწიფო დოკუმენტი უნდა არსებობდეს ეროვნული სტრატეგია ჩვენ ხო გვაქვს თავდაცვის გეგმაც გვაქვს ეროვნული სამხედრო სტრატეგია აი გაჩერდით 2011-ში დაწერილი გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების გეგმა თუ სტრატეგია ეგ გვაქვს საკითხული კონცეფცია ქვია კონცეფცია ხო 2011-ში რომელი წელიწადია ახლა ის მერე გავიდა 15-ში რა შეიცვალა იმის მერე 2011-ში დაიწყო
ერთი და იგივე და თან რა არის იცი საინტერესო 2018 ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და კიდე მეორეა რაღაც აქვია კიდე ეროვნული უსაფრთხოების გეგმა თუ აღარ გავიხსენე არის არის ეს აგვია საჯარო დოკუმენტი საფრთხეების ეროვნული საფრთხეების შეფასების დოკუმენტი რომელიც 2018-ში განახლდა და საფრთხები თუ განახლდა ის როგორ დარჩა ისევ ძველი ხო და თან მე ახლა ეს ხო არის არა ხა ჩვენ გადავედით ამას რა ქვია სტრატეგიულ აზროვნებას და გრანდ სტრატეგია და რაღაც ეს ხო არის არქიტექტურა სტრატეგიის ხო არის ეროვნული საფრთხეების სტრატეგია ამიზევით არის გრანდ დიდი სტრატეგია რომელიც არის იწერება ეროვნული საფრთხეების სტრატეგია აქედან გამომდინარე უნდა იყოს შენი თავდაცვის სტრატეგია კი ბატონო თავდაცვის სტრატეგიიდან უნდა გამომდინარეობდეს სამხედრო სტრატეგია შენი ეკონომიკური სტრატეგია, შენი პოლიტიკური სტრატეგია და შენი დიპლომატიური სტრატეგია და შენი საინფორმაციო სოციალური სტრატეგია. ეს არის შენი ეროვნული ძალის იმის ქვეშ. აქედან ნაწილდება. მე თუ აი როგორ შეიძლება ახლა ჩვენ არ ვიცით რა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესები. რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი? არ აქვს ეს ჩამოწერილი. და საფრთხეები, რომელიც ზოგადად საფრთხე კი არ უნდა იყოს, ჩვენ თითოეული ჩვენი ეროვნული ინტერესის მიმართ არსებული საფრთხე უნდა იყოს, თორე მაგალითად ვეშაპების რაოდენობის შემცირება ალიასკაზე საფრთხე არის ალიასკის მოსახლეობისთვის. შენთვის საფრთხე შენი ეროვნული ინტერესის ეს არ არის, შენი საფრთხე ეს არ არის. ბოკო ხორამა, ხო, აფრიკაში საფრთხე არის ტერორიზმის საფრთხე, შენი საფრთხე არა, შენი პრიორიტეტული საფრთხე, შენი ინტერესის მიმართ არსებული საფრთხეები. რომლებიც იცვლებათ. ეს უნდა იყოს გაწეული, ფასეულობა არ იცვლება, ეს უფრო ნელა იცვლება, წესით ძალიან დიდი ხანია. და ეს დოკუმენტი, რომელიც არსებობს, რომელიც შენი პრინციპები ეყრდნობა, ხო, შენი ქვეყნის პრინციპები, სადაც განსაზღვრა შენი ეროვნული ძალის ელემენტები. ეს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ უნდა იყოს გადახედილი. კი ბატონო. და არა გვაქვს ეს დოკუმენტი ჩვენ საერთოდ 2011 ჩვენ აი ზოგადად არაფრის ის არ აქვს. არ გვჭირდება რა თქმა ხო ვიცით რაც არის ჩვენი მტერი ვიცით რომ თქვა რუსეთია და არ გავაღიზიეთ. და შენი ინტერესი რა არის ეროვნული? ეროვნული ინტერესად იქცა მე მგონი რუსეთის არ გაგიზიანა. ნუ მაშინ ახლა ის 2011 წელს დაწერილი ისიც ეს არ კარგი საკმაოდ ის იყო რა ქვია, მაგრამ დილეტანტური არა ძალიან ზოგადი და ძალიან უბრალოდ ფორმა მიცემული და დოკუმენტი დოკუმენტისთვის. ხო, ზოგადი, იმიტომ რომ მე ხარ რატო ვახსენე, რომ წავიკითხე, მახსოვს რომ იცით რა განცდა გამიჩნდა, რომ ესეც ცოტა რომ დავჯდობოდი, ეს დავწერდი ალბათ, ხო, იმდენად ზოგადი რაღაცები ეწერა. ხო, ნუ ახლა წარმოიდგინე, თუ ახლა იყო ინტერესი იყო 14 ინტერესი იყო ეროვნულის ჩვენი. ამერიკას ჰქონდა მაგ პერიოდში 4 ეროვნული ინტერესი, ჩვენ ჰქონდა 14. და თან იყო ერთ-ერთი იყო როგორც მახსოვს საქართველოს უზრუნველყოს რეგიონალური უსაფრთხოება თუ რაღაცა. აი როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება რეგიონში, აი გაფიცებ ერთი რა. შეიძლება მონაწილეობა მიიღოს რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფაში. თქო ჯარებმა ჩავაყენოთ სამშვიდობო იხელავა, ის ჩვენ ისევა თუ თქვა სომხეთი ალბათ უნდა დაიწყებს, ჩვენ შეგვიძლია დაუკაკუნოთ მუშტი და ვაიძულოთ მშვიდობის დამყარებას. ნუ აი ესეთი რაღაცები იყო, მაგრამ იყო მაინც რაღაცა იყო, ხო. და ამ დროს იწერება რაღაცა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიები, ის რა ქვია, სამხედრო სტრატეგიული მიმოხილვა, ის უფრო მაინც უფრო თეთრი ფურცელი, თეთრი ქაღალდია და უფრო მოსაზრებებია ვიდრე სამხედრო სტრატეგია, სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა, ეგრეთ წოდებული დოკუმენტი SD არის ხო, მაგრამ იქაც როგორ წერ ამას, როცა არის შენი საფრთხეების დოკუმენტი არ აქვს, როცა შენი ინტერესის აქვს, შენ თვითონ განსაზღვრავ რა არის შენი ეს ინტერესი? შენ თვითონ განსაზღვრავ რა არის შენი საფრთხე? კი, ხა ისე ზოგადად ყველამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიცი მე რაც არის საკუთარი აზრი. ეს ის არის, ეს უნდა იყოს დოკუმენტით გამტკიცებული. და რაღაცა კვლევებზე დაყრდნობილი და ინფორმაცია. ნუ ჩვენ გვაქვს რაღაც მოსაზრებები და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ რაღაც ჯელობის დონეზე გამოვიტანთ ამას, რომ ეს უნდა იყოს ქვეყნის დოკუმენტი, ხო? აქედან უნდა გამომდინარე, რომ მთელი შენი მოქმედებების ალგორითმი და მთელი შენი დიპლომატიურიდან დაწყებული, რა ქვია, საინფორმაციო რა ქვია, სფეროთი დამთავრებული. კარგი, ბატონო ხტაკ, ჩვენი ეთერი ნენელა დასასრულს მივუახლოვდა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებოდით ჩემთვის იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ჩვენ საუბარმას დამანახა, რომ არ ცდილობდით რომ რაღაცა ცალი მხრიდან შეგეხედათ მოვლენებისთვის.
საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, ალბათ ბევრი რამე არის ისეთი, ხა მე რასაც ხვდებოდი ჩვენი საუბრის, რასაც ისევ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე კიდე ბოლომდე არ ამბობდით თქვენ, ალბათ იმაზე მეტი ინფორმაცია გაქვთ, რაღაცები ითქმება, რაღაცები არც ითქმება. გისურვებთ წარმატებას და ქართულ შეიარაღებულ ძალებსაც და ყველა ადამიანს, ვინც საქართველოს თავდასხმას ემსახურება, უსურვებ წარმატებას თქვენთან ერთად. დიდი მადლობა, კიდევ გავიმეორებ, დიდება გმირებს, დიდება ქართულ ჯარს, დიდება საქართველოს. მომავალ შეხვედრამდე.